17 წლის გოგონამ დატოვა ბავშვი, რომელიც მიიყვანა ძმამ და გააკეთებინა საკეისრო. არ მინდოდა ამ ამბის მიღება. ძალიან რთული იყო. რატო გარისკეს შემამშობლებმა და რატომ წამოგიყვანეს? ვიყავი ძალიან ცუდ მდგომარეობაში, ანუ ფაქტიურად გადარჩენის შანსი არ იყო. ახლა გადაიხადეს? კი. გადაიხადა. კი. 3000 მანეთი. შენი გაშლება მოხდა გინეკოლოგის მიერ, მის სახელად გვარი ყველამ კარგად იცის. გადავწყვიტე მოკლედ, რომ მომეძებნა ჩემი რეალური ოჯახია. მშობლების გრძნობებს საკუთარი გრძნობების წინ ვაყენებთ. კი, რომ ტყუილში გვაცხოვრეს, ეგეც არ არის სწორი. ვთვლიდი, რომ დაკარგული ვიყავი და საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ ვარ აყვანილი. რანაირად? ანუ რაშია საქმე? საჭირო იციან ნათესავებმა. ერთიც არის ტყუპის ალი მოპარეს. ანუ ეხა შენ ეჭვი გაგიჩნდა, ხო? კიდე რაღაცაზე. კერა თქვენი სანდო ონლაინ მაღაზია. ხარისხიანი საოჯახო ნივთებით, ხელმისაწვდომი ფასებით და მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურებით. მოგესალმებით, თქვენ უყურებთ პოდკასტ ვეძებ და დღეს ძალიან მიხარია იმის თქმა, რომ ჩვენი სტუმარია ჩემი მეგობარი ბანუ. ის ძალიან დიდი ხანია ბიოლოგიურ ოჯახს ეძებს. იპოვა ნათესავები, მაგრამ ნათესავებმა კატეგორიულად აუკრძალეს მათთან რაიმე სახის კომუნიკაცია. თუმცა, სანამ ამ ისტორიის ეტაპებს მოგიყვებით, გეტყვით, რომ ჩვენი პოდკასტი იწერება პოდკასტ პოინტში, სადაც თქვენ შეგიძლიათ ჩაწეროთ თქვენთვის სასურველი ვლოგი, ინტერვიუ თუ პოდკასტი. რაც შეეხება ჩვენ სპონსორს, ჩვენი სპონსორია. ჩვენი სპონსორია ყველაზე სანდო ონლაინ მაღაზია კერა, სადაც იყიდება ყველაზე ხარისხიანი ნივთები, ყველაზე მისაღებ ფასებად. ჩვენი დღევანდელი სტუმარია, ჩემი მეგობარი ბანუ ხათუნა გაბრაშვილი. იცი რა, ეხლა დავფიქრდი რა, რომ ძალიან ბევრი მეგობარი მყავს აყვანილი ბავშვი. და ვერაფერ ვერ ხვდები, ანუ იმიტომ მეგობრდები, რომ რაღაც საერთოს პოულობ თუ რაღაც მაინც ჩვენ შორის არის ის. რაღაცა უხილავი ძაფები, რომელიც ერთმანეთთან გვაკავშირებს. იცი რა არის, ალბათ არის. ჯერ პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ შენ იყავი ჩემთვის უდიდესი мотиваცია. რომ გადამედგა ეს ნაბიჯი და დამეწყო მშობლების მოძებნა. რაღაც პერიოდი ძალიან მეშინოდა, ჩაკეტილი ვიყავი, არ მინდოდა ამ თემაზე საუბარი და შენ, როდესაც დაიწყე ესე გახსნილად ამ თემაზე საუბარი, გადავწყვიტე, რომ მეც რაღაცის გაკეთება შემეძლო ამ ამბავში მოკლედ და რისი გეშინოდა? მეშინოდა იმის, რომ ჯერ პირველ რიგში არ მინდოდა, რომ ჩემ ამყვან მშობელს ენერვიულო ამ თემაზე. რა ვიცი, მეშინოდა იმის, რომ როდესაც მშობლები გაიგებდნენ, ჩემი ნამდვილი მშობლები გაიგებდნენ ამ ამბავს, არ მაღიარებდნენ და ნუ ასე შემდეგ ბევრი რაღაც იყო, რასაც ჩემ თავში ვებრძოდი რა მოკლედ. ყველა გაშულებული ბავშვი ამბობს ერთ და იგივეს, რომ მეშინოდა იმაზე, რომ ჩემ მშობლებს არ ენერვიულოთ, ანუ მშობლების გრძნობებს საკუთარი გრძნობების წინ ვაყენებთ. რატომ არის ესე? არ ვიცი, რატომ არის. ნუ ალბათ მაინც სიყვარული გაქვს ამ ადამიანის მიმართ და არ გინდა რომ გული ეტკინოს, მაგრამ ჩვენ რომ ტყუილში გვაცხოვრეს, ეგეც არ არის სწორი. ხო, ასე რომ ამ ყველაფერს მერე გადავწყვიტე მოკლედ, რომ მომეძებნა ჩემი რეალური ოჯახი, ასე ვთქვათ. საიდან და როგორ გაიგე რომ ეყავი აყვანილი? ჩვენ ბევრჯერ გვისაუბრე ამაზე, არაერთი გადაცემა გვაქვს ბანუსა გაკეთებული, მაგრამ ჯერ ერთი სიახლეები აქვს, მეორეც ერთი მაინც ვერ პოულობთ მის ოჯახს და ამიტომაც თავიდან ვიწყებთ ყველაფერს. თან ეხა როგორ პოდკასტებს წერი, იცი ამ ბოლო დროს, რომ ზუსტად ვიცი რომ გაგრძელება ექნება და ახალ სეზონს მეორე სერიებით დავიწყებთ. კი ბატონო. ესე იგი, გავიგე, ალბათ ვიყავი სადღაც 26 წლის. ესე დასაბუთებულად რო გავიგე, უკვე იყო რომ მშობელს ველაპარაკე, ამყვან მშობელს და დამიდასტურა. მანამდე რაღაც ინფორმაციები მქონდა, მაგრამ არ ვაღიარებდი, როგორ ვთქვა, არ მინდოდა ამ ამბის მიღება. ეხლა ბავშვობაში მეზობლებისგან რაღაცა მქონდა ეს ინფორმაციები, მაგრამ ყოველთვის უკუვაგდებდი, ასე ვთქვათ რა, ამათ ნათქვამს და არ ვაქცევდი ყურადღებას და როცა გადავწყვიტე, რომ დედასთან ველაპარაკა, ამყვან მშობელთან, ნუ მე უკვე ალბათ აღარ ქონდა აზრი დამალოს, იმიტომ რომ ყველაფერი ვიცოდი და დამიდასტურა მოკლედ ეს ამბავი. აი საუბარი როგორ შედგა? მიცი რა, ძალიან.
ხო. კი, ძალიან რთული იყო. რა თქმა უნდა, ახლა იმისთვისაც ძალიან რთულია მშობლისთვის და ჩემთვისაც ეს დასტური იყო, მოკლედ, არ ვიცი, ძალიან რთული. იმიტომ რომ მაინც მეგონა რომ ეს სიმართლე არ იყო. და საბოლოო ჯამში აღმოჩნდა რომ ვარ აყვანილი. ეს შენ როგორ დაიწყე მას საუბარი? დედასთან. ეცი რა ესე დეტალები არ მახსოვს, მაგრამ რთული საუბარი რო იყო, ვიცი, მახსოვს აქ. დედამ რა გითხრა? მომიყვა ისტორია, როგორ რა. წამომიყვანეს, ესე იგი დავიბადე სავარაუდოდ 88 წლის 10 მარტი მიწერია დაბადების მოწმობაში. სიღნაღის სამშობიაროდან წამომიყვანეს, როგორც მითხრა, ვიყავი 7 თვიანი და დამტოვეს იქ და მოკლედ დედას გააგებინეს მერე ნათესავებმა და წამომიყვანა იქიდან. ვიყავი ძალიან ცუდ მდგომარეობაში, ანუ ფაქტიურად გადარჩენის შანსი არ იყო. ასე ეუბნებოდნენ რა ექიმები. საქმე წამოგიყვანეს? რამდენი ხანში? ალბათ ერთ თვეში სადღაც. ხო, მოკლედ არ იყო გადარჩენის შანსია და ძალიან შემეცოდეო რა, მოკლედ ესეთ სიტუაციაში რო გნახე და მოკიდეხე და წამოგიყვანე. გადარჩენის შანსი არ იყო, რატო გარისკე შემამშობლებმა და რატომ წამოგიყვანეს? მე არ ვიცი, ალბათ არ ვიცი, მაგაზე არ მიფიქრია. არ გიკითხავს, რა ამხელა რისკი რატო გაწია ჩემი? იცი რა, ალბათ ძალიან უნდათ შვილი და ამიტომ სავარაუდოდ ეგ იყო მიზეზი. ეხლა ისეთ რაღაც უნდა ვთქვა ცოტა უხეში, მაგრამ აი როგორ შემყვები, ანუ მშობლები მეორე მომდენ რომ ბავშვი იყო ძალიან მოულელი. ხო. აი ეს კი, პრობლემებით ჯანმრთელობის და ასე შემდეგ. სამშობიაროში გნახეს შენებმა? სამშობიაროში ვნახეს კი. და სამშობიაროში შეიძლება რომ ესეთ მდგომარეობაში ხავდეთ ბავშვი? აი არ არ ვიცი. უვლიდნენ, არ ბანდნენ, არ ჯანმრთელობას არ აქცევდნენ ყურადღებას, რატო? ამბობდნენ რომ ვიყავი ინკუბატორში, ანუ ესე იგი გოგონა რომელმაც გამაჩინა იყო 17 წლის, დამტოვა სამშობიაროში, ასე ამბობენ. ეს ახლა რამდენად სიმართლეა, კაცმა არ იცის. და ერთი თვის განმავლობაში ვიყავი ალბათ სადღაც ერთი თვის განმავლობაში სამშობიაროში და ნუ მოდიოდნენ, ნახულობდნენ ეს ამყვანი მშობლებისაც მოკლედ ბავშვის აყვანა უნდა და ნუ არ ყველა ამბობდა უარს. არავის არ აყვავდი, იმიტომ რომ ნუ ეს არ გადარჩება, ესეთი ის ქონდათ მოკლედ და საბოლოო ჯამში აღმოჩნდი ამ ჯანმრთელი, ულამაზესი ჭკვიანი. ბანო, მე შენ მშობლებს თუ აქვთ ან თუ ქონდათ ოდესმე შენი პირვანდელი დაბადების მოწმობა ან რამე ინფორმაცია ბიოლოგიურ ოჯახზე? არანაირი ინფორმაცია, არც პირვანდელი დაბადების მოწმობა. ინფორმაცია მხოლოდ ეს არის, რაც წეღან ვთქვი, რომ 17 წლის გოგონამ დატოვა ბავშვი, რომელიც მიიყვანა ძმამ და გააკეთებინა საკეისრო. ასეთი ინფორმაცია გვაქვს და ნუ მოკლედ ეს იყო. არ ვიცი ხა ეს რამდენად ძმა იყო, რამდენად 17 წლის იყო, ანუ ეს ინფორმაცია ხო, ნუ რამდენად საკეისრო იყო, ესენი არაფერი მოკლედ დადასტურებულად არ ვიცით. გვარი არ უკითხავთ შენებს? არაფერი არ იცის. ასე მეუბნება ყოველ შემთხვევაში ამყვანი მშობელი. და ნუ საბუთებიც არ არსებობს. არ არსებობს არანაირი საბუთი. ანუ დაბადების მოწმობაში წერია ჩვეულებრივად, კი, ვინც არიან ჩემი ამყვანი მშობლები, მათი სახელები და გვარები. პირვანდელი დაბადების მოწმობაც არ არსებობს, აქვე ამასაც დავაზუსტებ. მას გამოთხოვილი აქვს საბუთები და პირდაპირ ამყვანი მშობლების, ნუ ამყვანი დედის გაჩენილია, ასე ვთქვათ, ესე წერია. თუმცა შენი ზუსტი დაბადების დღე არც მშობლებმა არ იციან, ხო, ანუ რაც უთხრეს ის ჩაწერეს. ხო, სავარაუდოდ არც არის ზუსტი დაბადების დღე 10 მარტი, ალბათ რაც იქ ჩაუწერეს, მოკლედ იქ რაც ჩაწერეს რა, ექიმებმა სავარაუდოდ ეგ თარიღია. შეიძლება არის კიდეც, მოკლედ ეს ინფორმაციები საერთოდ არ ვიცი. რომელია რა არის რეალური რა, მოკლედ. როგორია ცხოვრება ისე რომ არ იცოდე როდის ხარ დაბადებული? აუ, ძალიან რთული. ძალიან ახლა შენ გამოცდილი გაქვს ეგ ყველაფერი. ურთულესია, ანუ არ იცი არაფერი შენს შესახებ, არ იცი შენი დაბადების თარიღი, არ იცი შენი წარმომავლობა. ანუ არაფერი ფაქტიურად არ იცი შენ შესახებ. და რაღაცნაირად ვცდილობ, რომ შენი ცხოვრება შექმნა შენ თვითონ, ანუ არ გყავს წინაპრები არ იცი და ასე შემდეგ, რა ძალიან რთულია. ჰოროსკოპი კი ბატონო. ანუ დედმამიშვილები და მშობლები ამაზე ხო საერთოდ აღარ არის ლაპარაკი. ურთულესია. რამდენიმე წლის წინ შენ გაიგეთ გენეტიკური ტესტი და ნელ-ნელა გვემატებიან ანცები და
დავდექით ესეთი რეალობის წინაშე. ბანუ არის ნახევრად ქართველი და ნახევრად ბერძენი. თუმცა გენეტიკურ ტესტში ძალიან ცოტა ქართველი ამოსდის, ამიტომაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ ქართველი ბერძნები არიან მის ნაცავები და ერთ-ერთი გვარი, რომელიც ყველაზე მეტად ფიგურირებს და რომელიც რამდენიმე მის ნათესავს აქვს, არის ალექსანიდოუ. ესე წერია. შეიძლება შეიცვალოს გვარი, შეიძლება რაღაცას არასწორად ვამბობთ ბერძნულ გვარს, მაგრამ ესე წერია ალექსანიდოუ. სავარაუდოდ ბანუს ბებია, ან ბანუს ბაბუა იყო ამ გვარის წარმომადგენელი, ამიტომაც თუ ვინმე არის დარჩენილი, ვინც იქვე ახლოს ცხოვრობდა, იმიტომ რომ კახეთში ხო ბევრი ბერძნები ცხოვრობდნენ, იქნებ შეგვეხმიანოთ და რაღაცა ინფორმაცია მაინც მოგვაწოდოთ. მაგრამ ბანუს ამბავში ყველაზე უცნაური არის შემდეგი. ბანუს ამოვიდა ძალიან ახლონაცავი ბიძაშვილები და როდესაც ჩვენ მას დავუკავშირდით, მივიღეთ შემდეგი პასუხი. ეხლა მოგეთ პასუხი. ანუ არ უნდათ რომ გქონდეს მათთან კავშირი, მათ თქვეს რომ ჩვენი სახელი ასე ვთქვათ აღარ ახსენოთ. რატო? ხო და არ ვიცი. არ ვიცი. ბანუს ერთ-ერთი ნათესავი არის საბერძნეთში საკმაოდ ესეთ მაღალი თანამდებობის პირი, რომლის ანსამბლსაც დაუკავშირდით თვითონ ეს პირად არ გამოდის კონტაქტზე და კატეგორიულად გვეწინააღმდეგებიან. ანუ ისინი არ არიან მშობლები, თქვა დედა და მამა არ არიან და არც ბებია ბაბუ არ არიან მეორე თაობის ნაცავები, ანუ ბანუს ბებია და იმ მამაკაცის დედა და დანარჩენი ხალხის ბებია და ბანუს ბებია ან ბაბუ არიან დაცმები, მაგრამ ისინი არ გვეხმარებიან. ეს რა ფენომენია? არ ვიცი რა ფენომენია, ალბათ რაღაც იციან და არ უნდათ რომ გამჟღავნდეს, არ ვიცი, მართლა არ ვიცი. ალბათ ვიღაცას აფარებენ ხელს. ვერ გეტყვი. შენ რამდენიმე წრის განმავლობაში აქტიურად იყავი ჩართული ხალხის მოძიებაში, იყავი ჩვენი ჯგუფის ადმინი. ჯერ მითხარ რატომ გადაწყვიტე რომ გამხდარიყავი ჯგუფის ადმინი და რამდენად რთული იყო ეს? გადავწყვიტე იმიტომ რომ მინდოდა დავხმარებოდი იმ ხალხს, ვინც მსგავს ჩემნაირ სიტუაციაში იყო და რთული იყო ძალიან. მოკლედ არ ჩერდებოდა, ესე იგი, შეტყობინებებზე მოდიოდა, რომ აი ძალიან თითქმის, არ ვიცი, ალბათ 90% ბავშვების ალბათ ეძებდა მშობლებს და ასევე მშობლები ეძებდნენ შვილებს. 90% შემოსული მესიჯების. ხო, შემოსული მესიჯების კი და მოკლედ არ ვიცი, აი ურთულესი იყო. ფაქტიურად მთელი დღე გვიწევდა ამ ხალხის მოძიება, ერთმანეთთან დაკავშირება და ასე შემდეგ დახმარება. აი ემოციურად როგორია ეს? როდესაც მე არ მითხარ შემთხვევაზე საუბარი, მინდა რომ შენ მოყვე როგორ ჯგუფის ადმინისტრატორი, როგორია ეს ხვას რო ეხმარები და სხვა რო გიყვება თავის, აი ამდენ ძიმე ამბავს. ემოციურად ძალიან რთული არის, იმიტომ რომ ყველა შემთხვევაში ხო არ გაქვს ის მომენტი, რომ ვთქვათ, ყველას დაეხმარო და ყველას ფიზიკურად არ გამოდის და ამიტომ მე ძალიან რთულია, ნერვიულობ შენც და მოკლედ რა ვიცი. არ ვიცი. ძეგლი გეკუთვნით ესე იგი ყველა თქვენგანს, ვინც ჯგუფში ხართ და შენ განსაკუთრებით. იცი რა არის აქ ნერვიულობა მარტო იმაზე კი არ არის, რომ თქვა ვერ ახერხებ ყველასთვის მოძიებას. ნერვიულობა არის იმაზეც, რომ ხალხს იმდენად დიდი იმედი აქვს. შენი. კი ბატონო. და იმდენად დიდი მოლოდინი აქვს, რომ ყველას ვერ უმართლებ ამ მოლოდინს და მერე მოდის აგრესია. ხო, კი, მერე მოდის აგრესია ნამდვილად. ყველაზე ისეთი გამორჩეული ისტორია, რომელიც დაგამახსოვრდა შენი кейსი, რომელზეც მუშაობდი. გამორჩეული ისტორია იყო, კრავაის ისტორია, რაც ძალიან დიდი შოკი გამოიწვია, მოკლედ რა. კრავაის ისტორია იყო შემდეგი. დედა ეძებდა შვილს, რომელიც 6 თვის ასაკში ჩააბარა, ნუცუბისური იყო. მართლა ამ ისტორიამ იმახსოვს რა მხელა ისა გამოიწვია რეზონანსი. ბავშვი ჩააბარა დედამ, იმიტომ რომ ჯერ მამა იმუქრებოდა ბავშვის მოკვლით და მე გამოიქცა თბილისში, მაგრამ თბილისშიც მიაგნეს და სხვა გზა არ დარჩა, უნდა დაეტოვებინა ბავშვი ნუცუბილის ბავშვის სახლში და თვითონ გაიქცა საქართველოს ფარგლებს გარეთ. დაბრუნდა რამდენიმე წლის მერე და დაიწყო შვილის ძიება. და ძალიან ემოციური წერილი მქონდა მას აწერილი ჩვენ ჯგუფში, მაგრამ ამაზე უფრო მეტად ემოციური იყო, როდესაც გამოჩნდა კრავაის აღმზრდელი დედა, რომელმაც გითხრა რომ მე მყავს აყვანილიო და გთხოვა დაკავშირება ბიოლოგიურ დედასთან.
სხვა დეტალები ჩვენ არ ვიცით, ანუ შეუცვალა სახელი არ შეუცვალა, რა ისტორია აქვს ამ გოგოს არ ვიცით, თუმცა ძიმე იყო ის ფაქტი, რომ კრავაიმ არ მოისურვა ბიოლოგიური დედის მიღება მაშინ. სამწუხაროდ დღეს ახლა ჩვენ რატომ შეგვიწყდეს კონტაქტი და არ გვაქვს ზომა ინფორმაციას და არ ვიცით დღეს როგორ გამithარდა მოვლენები, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად არის. ეხლა როგორია შენ ცხოვრება? რა რეაქცია გქონდათ შენ მშობლებს, როდესაც გაიგეს, რომ ეძებდი ბიოლოგიურ ოჯახს? იცი რა, იმდენად ზრდასრულ ასაკში ვიყავი უკვე, შიში აღარ ქონდა ალბათ აღმზრდელ მშობელს იმის, რომ ვთქვათ რაღაცა ან სახლიდან წავიდოდი, ან რამე მსგავს ვიზამდი. უბრალოდ, თავისი გულის ტკივილი ქონდა, რომ რაღაცა გაგზარდე, ამხელა, კი ბატონო. გითხრა? კი ბატონო. მთელი ცხოვრება, ასე ვთქვათ, შენ შემოგწირე და შენ ხა რაღაცა დადიხარ და ეძებ იმას, ვინც მიგატოვა. ხო და მე ავუხსენი ის, რომ ეს არის ნორმალური, ანუ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე შენ მიგატოვებ ან არ მეყვარები. ხო, რა თქმა უნდა. უბრალოდ აუცილებელია ჩემთვის, ჩემი სიმშვიდისთვის, რომ ვიცოდე ვინ არიან ჩემი მშობლები. ხო. მოკლედ ესე. და დღეს როგორ რეაქცია აქვს ამ ყველაფერზე? აღარ აქვს უკვე რეაქცია მე შეგუა? აღარ სხვა გზა აღარ აქვს. აღარ წყინს? ალბათ წყინს, მაგრამ აღარ გამოხატავს დიდად ჩემთან ამ ყველაფერს. დედა შენ ძალიან გეხმარება დღეს უკვე. მას მე რა წყინამ გადავარა, უკვე გეხმარება ბიოლოგიური ოჯახის მოძიებაში. მე მახსოვს ერთად ადიოდი თქვენ კახეთში და დედა სანათესაოსთან ვცდილობდი იმის გარკვევას თუ როგორ და ვისგან მოხდა შენი წამოყვანა. ამ ისტორიას გაიხსენებ, ანუ სანათესავები რას ამბობენ? ხო, წასულები ვიყავით კახეთში ნათესავებთან დედაჩემის და რაღაცების გარკვევას ვცდილობდით, მაგრამ მათაც თქვეს, რომ არ აქვთ არანაირი ინფორმაცია და იციან მხოლოდ ის, რასაც მიყვება დედაჩემი. კარგი, ეს ხალხი ვინ არის? რატომ წახვიდით მათთან? დედაჩემა გადაწყვიტა, რომ მათთან წავსულიყავით და რაღაცა შეიძლება გაგვეგო, მაგრამ არ ვიცი, არაფერი არ ვთქვამთ ისეთი მნიშვნელოვანი, რაც რამის გაგების საფუძველს მომცემდა, ასე ვთქვათ. შენი გაშლება მოხდა გინეკოლოგის მიერ, ვინც გარდაცვლილია დღეს, მაგრამ ის სახელი და გვარი ყველამ კარგად იცის სიღნაღში, დღემდე საუბარი აივენგო გიგანზე. კი ბატონო. ახლა გადაიხადეს? კი. გადაიხადა. კი. 3000 მანეთი. ჩემთვის ამ შენ ისტორიაში, ბურუსით მოცულ ისტორიაში, ყველაზე საინტერესო ის არის, რომ გაყიდეს სამშობიაროდან ბავშვი, რომელიც კვდებოდა. ხო, ანუ იყო გარდაცვალების პირას, მშობლებს უთხრას, რომ გადარჩენის არის შანსი არის მარტო 1%, მაგრამ მაინც ვყიდით 3000 მანეთად. ხო. თუ გინდათ იყიდეთ. კი ბატონო, ამიტომ არის რომ სავარაუდოდ ესენი ამბობენ, რომ მშობლებმა დამტოვეს, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ მშობლებს არ დაუტოვებ ვარ, უბრალოდ ამათ გადაწყვიტეს, რომ გავეყიდე ექიმებს. ალბათ მშობელს უთხრეს, რომ გარდაიცვალა, როგორც სტანდარტულად ხდებოდა, ხო? და სხვა შორის იმის ეჭვიც მაქვს, რომ შეიძლება ტყუპის ძალიც მყავდეს, იმიტომ რომ რახან 7 თვიანი ვარ. შეიძლება არც ხარ 7 თვიანი უბრალოდ. შეიძლება არც ვარ, არ ვიცი, მოკლედ ბევრი კითხვის ნიშანია. ხო, და აქედან გამომდინარე ვთვლი, რომ მე ასე მგონია ყოველ შემთხვევაში, რომ ექიმებმა უთხრეს მშობელს, რომ გარდაიცვალა, როგორც სტანდარტულად ხდებოდა და გამყიდეს და მშობიარედ გააფორმეს ბანუს აღსდელი დედა. კი ბატონო. შეიძლება არ იცის და და ნაცნობებმაც არ იციან, იმიტომ რომ ჩვენ ხო გვყავს ძალიან ბევრი დედა, რომელიც ღვთისყალობით ნელ-ნელა ეს ტენდენცია წამოვიდა წინ, რომ მშობლები ეძებენ შვილების ბიოლოგიურ ოჯახებს და ვერ პოულობენ. იმიტომ რომ რა ინფორმაციაც გქონდათ, ის ინფორმაცია არ შესაბამება სიმართლეს. უბრალოდ ჩემთვის ცოტა გაუგებარია, ახლა ნაცნობებსაც ჩემებსაც მაგას ვეუბნებოდი, რომ არ მჯერა რომ ბავშვი ისე მოყავს სამშობიარო და რომ გვარს არ გითხულობ. მაგას ვამბობ მეც. ცოტა უცნაურია, რანაირად შეიძლება რომ შვილი აიყვანო და გვარი არ იგო. არაფერი არ იცოდე. ხო, ანუ შეიძლება იცოდე არასწორი ინფორმაცია, ეს გასაგებია ჩემთვის, რომ გითხრეს არასწორი გვარი, ოკეი, მაგრამ
ბავშვი რომ აკყავს და გვარს არ კითხულობ დედის და მამის, დედის ბატონო. მაინც ანუ თან მით უმეტეს ახლა სიღნაღი და თბილისი არ არის ახლა ისე შორს ერთმანეთთან რომ ვერ მოხვდეს შენ სიღნაღში ან სიღნაღიდან ვიღაც თბილისში ვერ მოხვდეს რომ არ მოხვდეს სისხლის არევა და ან რატო არ ეშინოდათ ან რატომ არ კითხულობდნენ დედამ ამაზე რას გპასუხობს ნუ იმდენად ცუდ მდგომარეობაში იყავია რომ არაფერი აღარ მიკითხავს არავისთვის გვარი არაფერი არ მიკითხავს არავისთვის აგიყვანე და წამოგიყვანე და ვინ შუამავალი იყო არ დაგაკონკრეტებინებ ახლა ვინ იყო შუამავალი ვინც დაუკავშირდა დედაშენს და ვინც უთხრა რომ ბავშვი ესე შულდება მაგრამ მანაც არ იკითხა გვარი იცი რა ალბათ იკითხა მაგრამ მე არ მეუბნები ანუ მე მაქვს ეჭვი რომ იციან ნათესავებმა მაგრამ ნუ არ ამბობენ არაფერს რას ამბობენ არ იციან ანუ ამბობენ რომ არ ვიცითო ხო იგივე ინფორმაციას მიყვებიან რასაც მიყვება აღმზრდელი მშობელი როდესაც თბილისში წამოგიყვანეს შენ აქ თბილისში საავადმყოფოში იწექი ან რაღაც განსაკუთრებული მოვლა გჭირდებოდა ან რაღაც წამლები არა მსგავსი რაღაცა არ ყოფილა ანუ იმ პერიოდში არა ნუ ეხა მოგვიანებით რაღაც ჯანმრთელობის პრობლემა შეიძლება მქონდა და ვიწექი მაგრამ იმ პერიოდში როცა წამომიყვანეს არა ანუ ეხა შენ ეჭვი გაგიჩნდა ხო კიდე რაღაცაზე ანუ თუ ინკუბატორში ვიყავი და თუ გადარჩენის შანსი იყო 1% და თუ შემამშობლებმა ეს გადადებული ბავშვი წაგიყვანეს, რატომ არ დაგჭირდა სამედიცინო ჩარევა? ლოგიკური ეჭვია. და რა, ანუ პასუხი? არ ვიცი პასუხი. და რეგე გოგო. არა, მართლა, ანუ ხო გეუბნებია რომ ანუ ბავშვი იყო გადადებული და გადარჩენის შანსი იყო 1%. წამოიყვანეს ინკუბატორიდან მოხსნეს შეერთებული ბავშვი, მოყავთ თბილისში. რანაირად? ანუ რაშია საქმე? ვინ დავსვა ეს შეკითხვა თუ გავატა ვინ არ ამბობს სწორ ინფორმაციას გავატაროთ თუ გინდა ეს კითხვა გავატაროთ მოდი საინტერესოა მართლა ახლა რომ ვიცი საიდუმლოდ დავტოვებ ამ კარგი მე ხა ხო იცი რომ მაინც ხა ჩვენ ადრე თუ გვიან აუცილებლად გავად კვალზე თან ეხლა ახალანსავი დაგვემატა დღეს ვნახეთ და მივწერეთ და იმედი ის ადამიანი მაინც აგვეხმარება ბიოლოგიური ოჯახის მოძიებაში ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა ბანუს მოსვლისთვის გვერდ.com-ისთვის აქვე ნოემისგან უნდა გადმოგცე ულამაზეს საჩუქრები რადგან ვერავარ, იმიტომ რომ ბანუს ყველაფერი უხდება. სამი საჩუქარი ავარჩიეთ. ეს ხელსაბამი. ეს საყურეები. კი ბატონო, ალამაზია. ხო, და კიდე თან შენ გიყვარს ძალიან ესეთი რაღაცეები და ამიტომ ნოემს არის დიდი მადლობა. შენ დიდი მადლობა სტუმრობისთვის. კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ ვეძებთ ბერძნებს ალექსანიდოუ ესე უწერიათ აპლიკაციაში გაკეთებული აქვს გენეტიკური ტესტი MyHeritage თუმცა რამდენად სწორად ვამბობ ამ გვარს არ ვიცი მაგრამ ნუ ესე წერია ბანუ არის დაბადებული 1988 წლის 10 მარტს არავინ არ იცის იანვარი თებერვალი მარტი შეიძლება იყოს დაბადებული ამიტომაც ვეძებთ ქალბატონს რომელმაც იმშობია რა სიღნაღის სამშობია როში 1988 წელს არ ვიცით ბავშვი დატოვა, ერთიც არის ტყუპის ალი მოპარეს, ერთი გააჩინა და მოპარეს, ბავშვი სულად იყო თუ კარგად იყო, მოკლედ ამაზე ინფორმაცია სამწუხაროდ არ გვაქვს, მაგრამ მალე გვექნება. თუ თქვენ ფლობთ რამე ინფორმაციას, ძალიან გთხოვთ დაგვეხმარეთ, თუნდაც ანონიმურად მოგწერეთ, რა თქმა უნდა, ანონიმურობა გარანტირებულია. მადლობა ყურადღებისთვის, დროებით გემშვიდობებით.